საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეების საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრის 2000 და 2007 წელს მიღებული ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ. ბრძანების აღნახმად სექსუალურ უმცირესობებს არ აქვთ უფლება გახდნენ დონორები და გაიღონ სისხლი ადამიანების დასახმარებლად. მოსარჩენი მხარის განცხადებით მინისტრის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, რომლაც იგზავნება დისკრიმინაციას სექსუალური ნიშნით. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალები შიდსის მაღალი რისკის მატარებელ ჯგუფს წარმოადგენენ და სამინისტრო ჰომოსექსუალიზმს განმარტავს როგორც სქესობრივ ქცევასა და არაორიენტაციას. მოსარჩენი მხარის განცხადებით ბრძანებით იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების თანასწორობის უფლება, რადგან დაუცველი სექსუალური კავშირი ნებისმიერი ორიენტაციის მქონე პირისთვის სარისკოა. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გაიმართა, გადაწყვეტილების მისაღებად კი მხარეები კიდევ შეიკრიბებიან. დავისაგან წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 და 2007 წლის ბრძანებების სადაო სიტყვები, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალიზმი მიეკუთვნება შიდსის რისკ ჯგუფებს. მოსარჩელეები ჰომოსექსუალებად ახდენენ იდენტიფიკაციას და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დანაწესი ერთის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რითიც თანასწორობის ძირითადი უფლება არის დაცული, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლში. ეს ბრძანებები უკრძალავენ ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობას, ანუ სისხლის ბანკში მათი სისხლის ჩაბარებას და ისინი ხსნიან იმით, რომ ჰომოსექსუალ პირებში უფრო მეტია, ვთქვათ, შიდსისა და სხვა დაავადებების ალბათობის შანსი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სისხლის უსაფრთხოების ვთქვათ, შემოწმება და იმის უზრუნველყოფა, რომ ვთქვათ, ჯანსაღი სისხლი ჩაბარდეს სისხლის ბანკებში შეიძლება სხვა უფრო ისეთი საშუალებებით, რომლებიც ნაკლებად შეზღუდავს ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციურობის პრინციპებს.